რამდენიმე ცუდი სცენარის ვარიანტი, რომლებიც შეერთებულ შტატებშია შემუშავებული. პირველი ვარიანტია მაიდანი რუსეთში, ანალოგიური როგორც 1917 წელს ან 1991 წელს. ეს არის სეპარატისტული დაშლა. ანუ საზოგადოება იშლება ეროვნული ნიშნით. დაიწყეს მიგრანტებით და ასრულებენ ბრძოლით იქ დაღესტნელებთან ერთმანეთთან. ანუ იძლის რელიგიათა შორისი დაპირისპირება, ინფორმაციული დღესდღეობის მეშვეობით ახერხებენ საზოგადოებრივი განწყობების გადატაცებას, შინდებიან უცნობი სნაიპერები, როგორც ისინი ზოგჯერ აღწერენ, რომლებიც ხებს პროვოცირებენ. ანუ ვითარება იძაბება უცებ ჩნდება ვიღაც, ვინც ერთ-ერთს ესვრის, მერე ვიღაც, ვინც მეორეს ესვრის. და ორივე ეს უცხოელი ჯაშუშები იქნებიან სხვათა შორის და არა რაღაც მოწინავე რაზმები. მორჩა კონფლიქტის პროცესი უკვე დაწყებულია. კონფლიქტი გადადის სამოქალაქო ომში და სეპარატისტულ ომებში. რუსეთი ამერიკელების აზრით იშლება რამდენიმე ტერიტორიად, მათ შორის კარგავს ბირთვულ იარაღსაც. კიდევ ერთხელ, ამერიკას უფრო მეტად რუსეთის ბირთვული იარაღი აშფოთებს, ვიდრე თავად რუსეთი. აი, ეს უნდა გვესმოდეს. ეს ერთი სცენარია. მეორე სცენარი, ევროპული ბირთვული ომია. ამერიკა გვერდზე დგას, ევროპაში კონფლიქტი მძაფრდება, ანუ ვიღაცას ესვრის ბირთვულ ბომბებს, არა სტრატეგიულს, არამედ ტაქტიკურს. ტაქტიკური ბირთვული ბომბები, ეს არის ბრძოლის ველის იარაღი, განსხვავებით სტრატეგიულისგან. ამათი სროლა შეიძლება. მოიცადეთ, ევროპაში კონფლიქტი ერთმანეთშია თუ რუსეთთან? თქვათ საფრანგეთი რუსეთი, ინგლისი რუსეთი, გერმანია რუსეთი. ანუ ამერიკელების ამოცანა ევროპაში ბირთვული კონფლიქტის გაჩაღება ტაქტიკური ბირთვული იარაღით, რუსეთის რამდენიმე ქალაქის განადგურება ბირთვული იარაღით. რუსეთი იქ რომ დაარტყას, მაგალითად კიევს, ბერლინს ან სადმე სხვაგან. ეს ამერიკული სცენარია. ასეთი ომი ავტომატურად იცავს შეერთებულ შტატებს რუსეთის ბირთვული იარაღისგან. იმიტომ რომ რუსეთს ამერიკამდე აღარ ეცლება. ამერიკა აქ სწორად მოიქცევა. შვიდობის მყოფელები, ჰუმანიტარული დახმარება, ყველაფერი როგორც წესია. ეს მათი სცენარია, ცუდი ასე ვთქვათ. ამ სცენარზე მათ ძლიერი მეხუთე კოლონა მუშაობს. ჩვენ კი სუვერენიტეტის პრობლემა არ გადაგვიწყვეტია რუსეთში, მოსკოვში, ხელისუფლების ორგანოებში. გაიხსენეთ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ნარიშკინი, რომელმაც ღია თქვა, რომ რუსეთში მოქმედებს 90,000 მეტი ამერიკელი ჯაშუში მასმედიაში და ხელისუფლების ორგანოებში. არავინ გაუშვია ისინი. გაწმენდა არ ჩატარებულა. ამიტომ ეს ორივე სცენარის საყრდენია. სწორედ ისინი ქმნიან მაგალითად ამ ილუზიას, ხომ? ანუ ამერიკელებმა მოაწყოს ჩვენი ტრაიადის დაბომბვა, ხოლო დამნაშავებად კიევსთან, როგორც ზოგი ამბობს, ლონდონს ასახელებენ. ეს მათი დღის წესრიგია. ანუ ეს არის ინფორმაციული ბრძოლის ნაწილი. აი ეს არის ნეგატიური სცენარი. სადამდე მიგვიყვანს ეს? ჩვენთვის ასე ვთქვათ, ეს მთავრდება რუსეთის ლიკვიდაციით, პირდაპირ რომ ვთქვათ. ანუ დაშლა ცალკე უნაწილებად. ომის ორგანიზება. დაშლა ეს სამხედრო მოქმედებების პროცესია, ხომ ასეა? ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენთვის ეს ასე მთავრდება. მე ვფიქრობ, რომ ეს სცენარები ალბათობის თვალსაზრისით ნაკლებად სავარაუდოა, ვიდრე რუსეთის გამარჯვების სცენარი. ისევ და ისევ მიზეზის გამო სტრატეგიული ბირთვული იარაღი და მექანიზმი, რომელიც მსოფლიოში არსებობს ამერიკული ერთპოლარულობის სახით. ანუ კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენ შეგვიძლია ამერიკელები ვაიცულოთ, რომ ყველა ეს სცენარი ჩააქრონ. ანუ ჩვენ გვაქვს გარანტია. გარანტია ეს ერთდროულად ცუდიცაა და კარგიც. კარგია იმიტომ, რომ გარანტიის ცხოვრება უფრო მარტივია. ყველაფერი ჩვენ ვიცით, რომ არ წავაგებთ. შეგვიძლია ექსპერიმენტები ჩავატაროთ, სულელობაც ვაკეთოთ, რამდენიც გვინდა, რადგან მაინც მოვიგებთ. ანუ არ არსებობს ისეთი სცენარი, რომ ჩვენ წავაგოთ, რიზისიც კი რაც არ უნდა მოხდეს. და ცუდია ის, რომ ეს განაწყობს მოდუნებისკენ. ანუ გესმით, იქნებ რეფორმები დაგვეწყო ახლა, როცა კრიზისის წინასწარი ნიშნები გამოჩნდა, ხომ? მაგრამ ვისთვის? შეიძლება მოგვიანებითაც. ჩვენს თავს პრინციპში არაფერი ემუქრება. გარანტია გვაქვს. ასე ფიქრობდა ადამიანების უმრავლესობა. სხვათა შორის ასე ვფიქრობდი მეც, როცა პირველად თქვენთან მოვედი 2012 წელს, დარწმუნებული ვიყავი, რომ რუსეთს არავინ დაესხმებოდა თავს, როგორც ყველა რუსეთის მოქალაქე. ხომ ასეა? იმიტომ, რომ რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და ძლიერი არმია. როგორც აღმოჩნდა დღეს 2025 წელს უკვე 13 წლის შემდეგ, ხომ ჩვენ რეგულარულად გვესვრიან დრონებით, ჩვენს რაიონშიც კი მოფრენილან და იქ ჩამოუგდიათ. დარტყმები მიედინება სამხედრო ობიექტებზე, ნავთობაზებზე, ყველგან სამხედრო საწარმოებზე, სხვა ადგილებზეც. ანუ პირდაპირ კონკრეტული ომია დაწყებული. აბა რას ვამბობდით მაშინ 13 წლის წინ თქვენთან ერთად? ჩვენი მესამე პუნქტი რა იყო? რომ რუსეთს სუვერენიტეტი არ აქვს. ანუ ეს ყველაფერი ჩვენზე არ ვრცელდება. რა არის სუვერენიტეტი? სუვერენიტეტი ნიშნავს ძალაუფლებას.
თუ თქვენ არ გაქვთ ეროვნული ძალაუფლება, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოთ, ბირთვული იარარით, ეს იარარი თქვენს ინტერესებში არ იქნება გამოყენებული.